მოგესალმებით კორა სასწავლო ცენტრიდან. ამჯერად მინდა გაგაცნოთ ჩვენი ახალი შენაძენი საქსოვი დაზგა LK150, ერთბაქნიანი 150 ნემსით მე-4 კლასი. კორას პერსონალურ საიტზე, მენიუში ვიდეოთეკა და ასევე კორას YouTube-ის არხზე განთავსებულია ვიდეო მასალა, სადაც განხილული გვაქვს ჩვენ ხელთ არსებული დაზგები. შეგახსენებთ, რომ ეს არის ბრაზერი მე-5 კლასი, სილვერი რიდი მე-3 და მე-5-მე-6 კლასი, ელექტრონული ზინგერი, ტოიოტა და სევერანკა. ფაქტიურად ყველა ბრენდის, ყველა მოთხოვნადი და ყველა კლასის დაზგებია ჩვენ სასწავლო ცენტრში. მიუხედავად იმისა, რომ მე არ მქონდა კიდევ ერთი ახალი საქსოვი დაზგის შეძენის აუცილებლობა, მაინც მივიღე გადაწყვეტილება, რომ მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით ეს დაზგას შემეძინე. რატომ შევიძინე LK150? ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენთან მოსული დაზგაზე ქსოვის შესწავლის მსურველების უმრავლესობა დაინტერესებულია სწორედ ამ მოდელით. ნაწილს უკვე აქვს შეძენილი LK150, ნაწილი კი გეგმავს მის შეძენას უახლოეს მომავალში. რა არის ამ მოდელით დაინტერესების მიზეზი? პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ეს არის უკვე კარგად დატესტილი გლობალური ინტერესის საგანი. რა დადებითი მხარეები აქვს ამ მოდელს? უპირველესად, ძალიან ბიუჯეტურია სხვა საქსოვ დაზგებთან შედარებით. უმარტივესია გამოყენებაში, აქვს უდიდესი უპირატესობა, რასაც ვერ შეხვდებით ვერც ერთი სხვა დაზგის და მოდელის შემთხვევაში და ეს არის ის, რომ შესაძლებელია სანემსის დაგრძელება მინიმუმ კიდევ 50 ნემსით უსასრულობამდე. ამისათვის საკმარისია სანემსეს დამატებით მიუერთოთ 50 ნემსიანი ბლოკი, ერთი ან რამდენიმე და თქვენს დაზგას უკვე 150-ის ნაცვლად 200 ან მეტი ნემსი ექნება. დაზგას აქვს უმარტივესი ეტლი. მომავალში აუცილებლად გადავიღებთ ვიდეო, სადაც ყველა დაზგის ეტლის შედარებას მოვახდენთ და დავახასიათებთ. LK150-ს აქვს სანემსე. ეს გახლავთ სანემსე. ასევე შეიძლება მიუერთოთ პროგრამული უზრუნველყოფის ბლოკი, რომელიც დაგეხმარებათ თვლების და რიგების კალკულაციაში. LK150 არის მხოლოდ ერთბაქნიანი და მას არ გააჩნია მისადგმელი, ანუ მეორე ბაქანი, რეზინების და სხვა ოპერაციების შესასრულებლად. მაგრამ ეს ვერ იქნება იმედგაცრუების მიზეზი, რადგან ხელის ოპერაციების გზით შესაძლებელია ყველა სქემის და უზორის მიღება. რამდენიმე ნიმუშს გაჩვენებთ ჩვენს ვიდეოშიც. ნემსის თავები დაცულია თეთრი და ვარდისფერი გორგოლაჭებით. ყოველი ერთი ფერი მოიცავს 10 ნემსს. თქვენ ახლა ხედავთ, ყოველი ათეული როგორ არის შეფერილი თეთრით და ვარდისფერით. ანუ ყოველი ფერი გვიჩვენებს, რომ ეს არის 10 ნემსიანი ჯგუფი. სანემსის უკან ასევე განთავსებულია მრიცხველი, რომლის გარეშეც ქსოვა ფაქტიურად შეუძლებელი იქნებოდა. მრიცხველი აკონტროლებს, ითვლის და აფიქსირებს მოქსოვილი რიგების რაოდენობას. თქვენ აქ ხედავთ 3 ნიშნა მაჩვენებელს, რაც სრულიად საკმარისია. აი ასეთი მარტივი მოწყობილობა გაძლევთ საშუალებას მოგსოვოთ ნებისმიერი სისქის და ნებისმიერი დიზაინის სამოსი და აქსესუარები. რაც შეეხება ძაფებს, ხშირად გვეკითხებიან, რომელი და როგორი ძაფის გამოყენებაა შესაძლებელი დაზგაზე ქსოვის დროს. მე-4 კლასის დაზგები გულისხმობს, რომ შეიძლება მოიქსოვოს თხელი, საშუალო და სქელი ძაფით. პრაქტიკულად ყველა სახის ძაფის გამოყენებაა შესაძლებელი, მათ შორის
დეკორატიული და ფაქტურული ძაფებისაც, როგორიცაა მოხერი, ტვიდი, კაპრონი, ლურექსი, ფარფლებიანი ძაფი, მეტალიზებული და სხვა. შედარებისთვის და თვალსაჩინოებისთვის მე სპონტანურად შევარჩიე საქსოვი ჩხირები სხვადასხვა დიამეტრის. მოდით შევადაროთ ძაფის სისქეს, რათა უკეთესი წარმოდგენა შეგვიქმნას ამ თემასთან დაკავშირებით. ამ ჩხირებიდან ყველაზე მცირე დიამეტრის არის 2 მმ-იანი და ყველაზე დიდი 5.5 მმ. ჩხირს ვადარებ ძაფს თავისივე დიამეტრის მიხედვით. ყველაზე წმინდა არის ეს გახლავთ, შედარებით მსხვილი ძაფი, მაგრამ შეიძლება ამაზე უფრო მსხვილით მოიქცოვოს. საშუალო სისქის ძაფია გვერდით და ეს არის ყველაზე წმინდა, თუმცა ამაზე წმინდა ძაფით შეიძლება გამოვიყენოთ, ეს არის ანგორა. როგორც ხედავთ, სხვაობა სისქეებს შორის ძალიან დიდია და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ შეიძლება ამაზე სქელი და კიდევ უფრო თხელი ძაფებით მუშაობა. ასევე ფაქტურული ძაფების გამოყენება, როგორც უკვე გითხარით, შესაძლებელია. ეს გახლავთ შავი ძაფი საკმაოდ ხშირი ბეწვით. გაჩვენებთ ამ ძაფით მოქსოვილ ნიმუშსაც. ეს არის მეტალიზებული ოქროსფერი ძაფი, როგორც ცნობილია, მეტალიზებული ძაფები შედარებით უხეშია, მაგრამ დაზგაზე ქსოვა არ ყოფილა პრობლემა, ჩვეულებრივად მუშაობდა დაზგა. ამ ნიმუშსაც გაჩვენებ და ასევე ეგრეთ წოდებული ტრაპკა. ყველა მსგავსი ძაფი უპრობლემოდ იქსოვება LK-50-ზე. დაზგას მოყვება ყველა საჭირო ხელსაწყოები და ინსტრუმენტები სხვადასხვა ოპერაციების შესასრულებლად. ახლა ვნახოთ მარტივი ტექნიკით შესრულებული სატესტო ნიმუშები. ვიმეორებ, ეს არის სატესტო ნიმუში. დავიწყოთ აი ამ ნიმუშით, რომელიც ამ წუთას ზემოდან გვაქვს და ასევე რა თქმა უნდა ინსტრუქციაც მოყვება სრულიად გასაგებად. ახსნილია ყველაფერი. ძალიან ლამაზია, ორიგინალური და უცხო ვიზუალის მქონე ძირი აქვს ამ ნიმუშს. ამ ტექნიკას ჩვენი მოსწავლეები კარგად იცნობენ. ცენტრშია კლასიკური რვიანები. რვიანებით შეიძლება მოიქცოვოს სხვადასხვა სახის, ასევე ნაწნავებიც. ეს გახლავთ აჟური, ხელის დეკერირებით. მიუხედავად იმისა, რომ დაზგას არ აქვს პროგრამული უზრუნველყოფა და არც პერფობარათები, ძალიან საინტერესო დიზაინის შექმნა შესაძლებელი. ფაქტიურად ნებისმიერი სქემა შეგიძლიათ განახორციელოთ აი ამ დაზგაზე. ეს ნიმუში, როგორც აღარ გაჩვენეთ, წითელი ანგორისგან არის მოქსოვილი. აქაც ვხედავთ, როგორი წარმატებით მიიღება განსხვავებული შედეგი. ამ ნიმუშზე გამოყენებულია რეგულატორის სხვადასხვა პოზიცია. შესაბამისად, ეფექტიც განსხვავებულია. ასევე აი სქელი ძაფითაც შეიძლება იგივე ეფექტის მიღება. არ ვიცი კამერა რამდენად კარგად გამოსცემს ფერს, ზოგადად წითელი პრეტენზიულია კამერასთან, მაგრამ ვფიქრობ ყველაფერი ნათლად ჩანს. ჩვეულებრივი მელანჟე საკმაოდ სქელი ძაფია, თუმცა არ არის უხეში, ამიტომ დაზგამ უპრობლემოდ იმუშავა ამ შემთხვევაშიც. კიდევ ერთი ნიმუში ისევ ფაქტურული ძაფით, თეთრი შალის ძაფი გვაქვს ნაცრისფერი და შავი წინწკლებით.
ძალიან ლამაზია ნაკსოვი. ეს ნიმუში იქსოვება დეკერირების გზით და ეტაპობრივი ჩამრთველებით. უზორის სახი, ანუ კარგი მხარე არის, რომელსაც თქვენ ახლა ხედავთ, ანუ უკმართვლებია ფონი და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ნიმუში, როგორც ვიზუალით, ასევე მისი გამოყენების თვალსაზრისით. ამ ტექნიკით მოქსოვილი ნაწარმი ყოველთვის არის უფრო მდგრადი, ინარჩუნებს ფორმას ძალიან კარგად და უცხოა როგორც ტექნიკის თვალსაზრისით ასევე. ეს ნიმუში კიდევ ერთხელ ამტკიცებს LK-150-ის შესაძლებლობებს. ნიმუშზე მოცემულია ერთი და იგივე ტექნიკით შესრულებული ორი სხვადასხვა ვარიანტი. თუ დააკვირდებით, ნახავთ, რომ ერთი მხრიდან ფიგურირებს მწვანე და ლურჯი, სრულიად სხვანაირად გამოიყურება ნაკსოვის მეორე მხარე, ანუ აქ ჩანს უკვე იასამნისფერი და შავი. ანუ ფაქტიურად ნაკსოვი არის ორმხრივი. თუმცა პროცესი ერთდროულად მიმდინარეობს, ორივე ფერი იქსოვება ერთდროულად. და ქმნის ასეთი ტექნიკა სარჩულის ეფექტს. განსაკუთრებით კარგია მაშინ, როცა გამოიყენება სხვადასხვა დეკორატიული ძაფები, რომელიც იწვევს ტანზე დისკომფორტს ან ალერგიას. ასე დროს ქვედა მხარე გიცავთ ამ უსიამოვნო შეგრძნებებისგან. აი ესეთი ორმხრივი ნაკსოვები მიიღება. ერთ-ერთი საუკეთესო ოპერაცია ეს დაზგაზე ქსოვის პროცესში. სატესტო ნიმუშზე, აგერ ხედავთ სატესტო ნიმუშს, კარგად ჩანს რეზინების რამდენიმე ვარიანტი. რეზინი ერთ-ერთზე, აი ნაკსოვის დასაწყისში ხანახავთ რეზინს ერთ-ერთზე და ისევ შეგახსენებთ, რომ ეს არის მხოლოდ სატესტო და არა ნაწარმი. რეზინი ერთ-ერთზე, საკმაოდ ელასტიური, შემდეგ გვაქვს რეზინი 2-2-ზე, კიდევ უფრო მეტი ელასტიურობის მქონე. შემდეგ გვაქვს ინგლისური რეზინის ორი ვარიანტი, თუმცა არსებობს კიდევ რამდენიმე. ვინც ქსოვა იცის, ალბათ გაახსენდება, რომ ინგლისური რეზინის ჯგუფებში შედის სადღაც 6 სახეობა. მარცხენა მხარეს ხედავთ, ერთი ნახევარი სხვანაირია, მეორე, თუმცა ორივე ინგლისური რეზინების კატეგორიას განეკუთვნება. განსხვავებული ვიზუალი აქვს ამ ნაკსოვს მეორე მხრიდან. ორივე მხარე შეგიძლიათ ერთნაირად წარმატებულად გამოიყენოთ. მინდა გითხრათ, რომ თავდაპირველად, როცა ეს მოდელი წარმოებაში იყო გაშვებული და შემდეგ უკვე სარეალიზაციოდ, ქსოველებმა ჩათვალეს, რომ ეს არის მხოლოდ დამწყები ქსოველებისთვის განკუთვნილი და მისაღები. თუმცა დრომ გვიჩვენა, რომ პროფესიონალებიც ძალიან კარგად სარგებლობენ ამ მანქანით. და ბოლოს მინდა შეგახსენოთ, რომ კორასასწავლო ცენტრში მიღებული ცოდნა მოგცემთ
საშუალებას ნებისმიერ დაზგაზე მოგხსოვოთ ნებისმიერი მოდელი და აქსესუარები. კურსი ორ ბაქნიან დაზგებზე არის ორთვიანი, ერთ ბაქნიან დაზგებზე ერთთვიანი. დეტალური ინფორმაცია სწავლების და პირობების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ კორას პერსონალურ საიტზე მენიუში შემსწავლელი კურსები. ჩვენი საიტის მისამართია kora.teach.com. დროებით გემშვიდობებით მოვალ შეხვედრამდე.